ახლა უბრუნდებით იმ ინფორმაციას, რომელთაც დავიწყეთ გამოშვება უწყებათა შორისი კომისიის ხდომა, რომელიც ვერეს ხეობაზე მსჯელობს. მიშა ფეიქრიშვილი უნდა ჩავთოთ პირდაპირ ეთერში. მიშა, დასრულდა თუ არა უწყებათა შორისი კომისიის ხდომა და რა განცხადებები გაკეთდა? ხდომა დაახლოებით რამდენიმე წუთის წინ დასრულდა და გაკეთდა პირველი კომენტარებით. დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მთავრობის წევრები ექსპერტებთან ერთად მსჯელობდნენ თუ როგორ შეიძლება დაგეგმარდეს ვერეს ხეობაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების და სახლების მშენებლობის საკითხი. გარდა ამისა, როგორც მთავრობის წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, ერთ-ერთი მთავარი თემა დღევანდელი შეხვედრისა იყო ის, თუ როდის შეიძლება აღდგეს ეგრეთ წოდებული ახალი გზა, რომელიც საბურთალოს ვაკესთან დაკავშირებს. ამ საკითხთან დაკავშირებით იყო მსჯელობა ექსპერტებთან და როგორც სხდომის დასრულების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელმა გააკეთა კომენტარი მიმდინარეობს ექსპერტიზა ადგილის შესწავლა და სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, როდის შეეძლება მოქალაქეებს გადაასწრება ამ შესაძლებლობებს. შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, რომელიც დეტალურად შეისწავლის ყველა საკითხს და დადებს ექსპერტულ დასკვნას ყველა მიმართულებაზე. შეიქმნება კომისია, ექსპერტები, რომლებიც მიიღებენ გადაწყვეტილებას, აღდგება ეგ გზა თუ დროებით, თუ აღარ აღდგება და ახალი გზის მშენებლობა დაიწყება. ამაზე მიიღებენ ექსპერტები გადაწყვეტილებას. მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ჩვენ ვიმსჯელებთ, იქნება დროებითი გადაწყვეტის საკითხები, არსებული გზისა და გზის გამტარუნარიანობის შესწავლა, მისი მდგრადობის შესწავლა და მეორე ეს იქნება უფრო გრძელვადიანი საკითხები, თუ როგორი ფორმით უნდა განვითარდეს მომავალში პროექტი, რათა შესაძლო უხვი ნალექების პირობებში არ დავდგეთ იგივე კატეგორიის საფრთხის წინაშე. შეხვედრას როგორც აღნიშნეთ, ექსპერტებიც ესწრებოდნენ გეოგრაფები, გეოლოგები, რომლებიც შეხვედრის დასრულების შემდეგ აცხადებდნენ, რომ მათ კონკრეტული ინიციატივებით და რეკომენდაციებით მიმართეს ხელისუფლებას თუ როგორ უნდა იმოქმედონ მოცემულ სიტუაციაში და როგორ უნდა დაიგეგმოს მომავალში სამუშაოები. გარდა ამისა, ისინი მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია, როდესაც ხელისუფლება მსგავსი ტიპის კონსულტაციებს მართავს პროფესიონალებთან. ჩვენი მთავარი რეკომენდაცია ეს არის გარკვეული ღონისძიებების განხორციელება ქალაქის ფარგლებამდე. თვითონ მდინარის ხეობაში. იქ არის ნაკადდამჭერები, ეგრეთ წოდებული ხერხეულის კონსტრუქცია, შეიძლება წყალსაცავის დამბა, ცხაური შეიძლება გაკეთდეს, წყალსაცავის დამბა, რომელიც შეაკავებს, პირველად ნაკადს შეაკავებს და ქალაქის ფარგლებში შემდეგ ეტაპობრივად შემოვა. იქ მრავალია, ჯერჯერობით ახლა აი ესე კონკრეტულად ნუ ვისაუბრებთ. ამოცანები გადანაწილებულია, ნომერ პირველი ამოცანა გახლავთ ადამიანის უსაფრთხოება, ადამიანის სიცოცხლის უსაფრთხოება და არსებული ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების უსაფრთხოება. ეს არის ნომერ პირველი, რადგან შევთანხმდით და ყველა მოკლევადიანი, ასე ვთქვათ, ქმედებები, დაგეგმვა და აღსრულება სწორედ ამაზე არის ორიენტირებული. ეს იყო კომისიის პირველი ხდომა, უახლოეს მომავალში დაგეგმილია კიდევ ამ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაცია.